ბოლოში მრავალმა დაავადებამ იჩინა თავი მსხვილფეხა ცხოველებში, მათ შორის არის პიროპლაზმოზი. დროული მკურნალობის ჩატარების შემდეგ იგი განკურნებადია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მსხვილფეხა საქონელი იღუპება. რაც შეეხება მკურნალობას იგი ექვემდებარება, ძირითადად მას მკურნალობენ საგულე საშუალებებით, კოფეინით, არის აზიდინი, ასეთი წამალი და არის აგრეთვე ანტიბიოტიკების საშუალებით. ხოლო რაც შეეხება პროფილაქტიკა გამომდინარეობს იქიდან, რომ უნდა დაიბანოს საქონელი ყოველ 15 დღის ინტერვალის განსხვავებით. და იბანება ქლოროფოსის 2%-იანი ხსნარით, კარატეთი და დიაზინოით ასეთი ხსნარები არსებობს. გასულ წელს ამ დაავადებით რაიონში დაიღუპა მსხვილფეხა საქონლის გარკვეული რაოდენობა. წელს დაღუპვის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა დაავადება რაიონში საკმაოდაა გავრცელებული. ამის მთავარ მიზეზად დაუმუშავებელ საძევრებს ასახელებენ, თუმცა ამ ეტაპზე დაავადების თავიდან აცილება, რომ მოხდეს, გამოსავალი მხოლოდ ერთია. დაავადების შემთხვევაში უნდა მიმართონ ვეცამკურნალოს ვაჯაბშაველას 113-ში ვდებარებ ჩვენ და უახლოეს სოფლებში უახლოეს ვეტუბნებს და გაუწევენ დახმარება ჩვენი ვეტექიმები. თვითონ დაავადება რაც შეეხება ის განიკურნება, ოღონდ უნდა თავის დროზე უნდა მივხვდეთ, იმიტომ 5-8 დღის განმავლობაში თუ მკურნალობა არ ჩაუტარდა, საქონელი იღუპება.